ბაგრამის ავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 53 ბატალიონის ჩალი ასეული მონაწილეობდა. სამხედრო სწავლება რამდენიმე კომპონენტისაგან შედგებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელის აფეთქების შემდეგ შიდა პატრულის ჯგუფების მოქმედებები, დაშავებულის ევაკუაციის პროცედურები და პოზიციების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდები დახვეწეს. ქართველი სამხედრო მოსამსახურები სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. 53 ბატალიონის პირად შემადგენლობას სწავლება საცეცხლე მომზადებაში ჩაუტარდა. ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის ავიაციო ბაზის მეთაურობის შეფასებით პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. 53 ბატალიონი ყოველდღიურად გეგმიურ სწავლებას ატარებს ბაზის ტერიტორიაზე, როგორც არაპირდაპირ ცეცხლის რეაგირებისას, აგრეთვე პირდაპირ ცეცხლის რეაგირებას ახდენს, აგრეთვე VBI-ზე და თვითმკვლელ ტერორისტზე მოქმედებებს ახორციელებს. აგრეთვე ალფა სექტორში დღეს განხორციელდა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად მოქმედებები განახორციელეს პირეთის ჯგუფებმა, პერიმეტრის უსაფრთხოების ჯგუფებმა და დაჭრილი ევაკუაცია განახორციელეს სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფში. ეს სწავლებები იგეგმება ყოველდღიურად, როგორც ბატალიონის მასშტაბით, ასევე სექტორებზე ასეულების მასშტაბით.